მოდით თემას დავიწყებ. ხო, დავიწყოთ ჩვენი შეხვედრის თემა, რისთვისაც შევიკრიბეთ და მოგესალმებით პირველ რიგში, მიხარია და რაც განსაკუთრებით მიხარია, როდესაც ბევრი ადამიანი უერთდება ჩვენს შეხვედრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ დღეებს ყველას. ჩვენი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ამაში, იმიტომ რომ ადამიანს თუ როგორც ჩვენ წინა შეხვედრებიდან ნახეთ და თამნა სულ გვეუბნება, თუ ჩვენი ნებელობა, კეთილი ნება არ იქნება, მაშინ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ყველანი აი სპეციალისტები ვინც ვართ, გაცნობთ შესაძლებლობებს, ხოლო თქვენ გამოიყენებთ თუ არა, რა თქმა უნდა, თქვენი კეთილი ნება ჩვენც გჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრების წესი. თუ აქამდე ვიცხოვრეთ არასწორი ცხოვრების წესით, არასწორი კვებით, რამდენი წელი, ხო, და გვიკვირს ადამიანებს. იმდენად გვიკვირს, რომ ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანსაღი მდგომარეობა გახდა საკვირველი. ანუ ადამიანმა მომართა, მე და მაგალითს და მრავალ მაგალითს მოგიყვებით, მაგრამ ახლა ეს კონკრეტული მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, მომართა იმით, რომ პრედიაბეტური მდგომარეობა ქონდა და უთხრეს მოაწესრიგე კვება და მომართა. ჩვენ დავალაგეთ კვება, გავწერეთ გეგმა, დაიწყო ამ ადამიანმა სწორად კვება და ერთ დღეს შეშფოთებული მირეკავს. კი არა, ძალიან მალე, მეორე თუ მესამე დღეს. სისხლშიო, შაქარიო, ნორმაში მაგდა საშიში ხომ არ არისო. ანუ წარმოიდგინეთ, იმდენად გადაეჩვია ხალხი ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, რომ ნორმა მისმა ტვინმა აღიქვა საშიშად. ან ნორმაში ჩადგა და იმდენად გადაჩვეული იყო, რომ აი შეშფოთება გამოიწვია, ხო? მოდით, ამიტომ ეს გავითავისოთ უნდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება მთელი ცხოვრებისთვის არის. ჩვენ ვივიწყებთ იმ არასწორ პროგრამას, რამაც ჩვენ იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ გადავწყვიტეთ, ბოლოს და ბოლოს შევცვალოთ და მივხვდით, რომ შევცვალოთ უნდა ცხოვრების ხარისხი, ის ჩვევები უნდა დავივიწყოთ. ამას რა აკონტროლებს, რა არის ეს ბრძანება და ბრძანებების მიმცემი და გადაწყვეტილების და ფიქრების გენერირება და გადაწყვეტილებების გენერირება სად ხდება. ანუ რა არის ეს ბრძანებითი, სად არის? ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი ორგანო, ეს არის თავის ტვინი. თავის ტვინის, ამიტომ ჩვენ მატერიალურ და არამატერიალურ კვებაზე ვლაპარაკობთ, ხო? მატერიალურზე და არამატერიალურზე. საერთოდ ტვინი განასხვავებს ადამიანს, ტვინის წყობა და ტვინი განასხვავებს თუნდაც ნებისმიერი ცოცხალი არსებისგან, ხო? ადამიანის ტვინი ის აბსტრაქტული აზროვნება, რაც არის, რომელიც შემდეგ მაღალ განვითარებულ მეტყველებას ქმნის, აი ეს არის ზუსტად განმასხვავებელი ნიშანი. ხო? და აი ეს თქვათ, აი ესე ანატომიურად რომ თქვათ და ფიზიოლოგიურად, მაგრამ ამის გარდა კიდევ არის რაღაც სხვა სულიერი კანონზომიერებები, რომელიც იტვირთება ჩვენს აი აქ კომპიუტერში, ბორდ კომპიუტერში, სადაც ხდება ჩაწერა ყველაფრის და თქვათ ის შედგება არაცნობიერი ნაწილისგან, რომლითაც ვიბადებით აქ იმუნიტეტია და რაღაც გარკვეული თუნდაც ფიზიოლოგიაც და არაფიზიოლოგიაც, ქვეცნობიერი და ცნობიერი ნაწილი. ცნობიერი ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად არაფერია იმასთან შედარებით, რაც იმ სიღრმეებშია, იმ ქვეცნობიერში და არაცნობიერში. და ამ ქვეცნობიერში ინფორმაციების ჩაწერა ხდება ზუსტად ჯერ ითიც ვიბადები და შემდეგ აი მუცლად ყოფნის პერიოდიდან დღემდე. და მოქმედებს ამაზე ფაქტორები, მაგრამ ყველაფერს აი ეხლა განსაკუთრებით ღია გახდა ეს ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი გახდა ეს კანონზომიერებები, ამას თან უნდა ითქვის ამაზე ახლა მე მთლად კომპეტენტური ამ საკითხებში არ ვარ და რაშიც ვარ ძალიან კომპეტენტური იმ საკითხებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მოკლედ, ეს აბსტრაქტული აზროვნება ჩვენი განსხვავებას აკეთებს ადამიანებისას და მაღალგანვითარებული მეტყველება შემდეგ ეს რაც გადმოდის, თქვათ, რასაც გადასცემს ჩვენი ტვინი, თქვათ, განასხვავებს ყველა სხვა ცოცხალი არსებებისგან, ხო? ზოგადად ემოციები, მეხსიერება, ფიქრების გენერირება, ეს ყველაფერი აი აქ ხდება. და დაახლოებით 80 მილიარდი უჯრედისგან შედგება. უჯრედები, ანუ
ნერვული უჯრედებისგან შედგება, ხო? ნერვული სისტემა და შედგება 80 მილიარდი უჯრედისგან. რა ქვია ამ უჯრედს ანატომიურად? ქვია ნეირონი, რომელსაც განსხვავებული აბსოლუტურად ფორმა აქვს, ძალიან საინტერესო ელექტროსადენებს მოგვაგონებს და ბავშვობაში სულ მიკვირდა ანატომიასაც არ სწავლობდით რაღაცა წიგნი ნახე და როცა ანატომიაში მე უფრო ეს ვისწავლეთ, სულ მიკვირდა რატომ რა შუაშია ეს ელექტროდენი, რა შუაშია ეს აი ასეთი ნეირონის ასეთი ფორმა, ზომას. ანუ აქ ეს პასუხისმგებელი არის არა მარტო ჩვენ შინაგან მდგომარეობაზე, არამედ ჩვენს ცენტრალური ნერვული სისტემა მდგომარეობაზე სამყაროში. ანუ ჩვენს აი როგორც ვთქვათ სტატიკურ მდგომარეობაზე, ასევე არასტატიკურ მდგომარეობაზე, ჩვენს სივრცეში ახმადობაზე ყველაფერი არის აქ. 80 მილიარდი ნეირონისგან შედგება, 80 მილიარდისგან. აქედან რა თქმა უნდა, გარკვეული, ანუ პირობებში, ჯერ პირველ რიგში ფიზიოლოგიურს გავუსვათ ხაზი, ასაკის მატებასთან ერთად. ბუნებრივია აქვს ყველაფერს თავისი სასიცოცხლო პერიოდი და ხდება ბუნებრივია ასაკობრივი დაბერება, ხო, ასაკობრივი ყდომა. მაგრამ ეს ასაკობრივი ყდომა ვაჩქარებთ ჩვენ, ვაჩქარებთ არასწორი ცხოვრების წესით. არასწორი კვებით, არასწორი მავნე ჩვევებით, ხო, ეხლა რა ჩვევებია ეს, ხო გეტყვით. ანუ დაახლოებით ესეა გათვლილი, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ აი 20-25 წლიდან იწყება უკვე ნეირონების დაბერების პროცესი, აი დაახლოებით ამასაკიდან და 50 წლის ასაკისთვის, ანუ ეს ჩვეულებრივ სტანდარტულ პირობებში 50%-ზე გადის დაბერება, უყურეთ და ყდომა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ახალი ადრე ამბობდნენ, რომ ნეირონების არ განახლდებაო, ნეირონებიო. ეხლა დაადგინეს მეცნიერებმა, რომ დიახ, ნეირონები როგორც ყველა სხვა უჯრედი დაბადებას ექვემდებარება. ნეიროგენეზი ქვია ამას, ახალი შეიძლება დაიბადოს. თანამედროვე, ანუ დღევანდელ საუკუნეში 120 ამ კვების და ამ ვთქვათ ინდუსტრიის პირობებში 120-150 წლამდე ჩამოდის ფიზიოლოგიურად აქტიური სიცოცხლის ხანგრძლივობა. და დააკვირდით რეალურად პრაქტიკაზე სად ვდგავართ ჩვენ, უფრო ადრე მიდის ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების სტილია, ასე ვაკეთებთ ჩვენ, ხო? და ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ აი აქ. ორგანიზმი არის მთლიანი სისტემა ერთიანი, რომელიც ბრძანებებს იღებს ცენტრალური ნერვული სისტემიდან, აქ ზურგის ტვინით შედის. ზურგის ტვინი როგორც ასეთი არხია, გამტარი, აი არხია და გადაწყვეტილებების მიღება და აი ბრძანებების გაცემა ხდება აი აქედან და აქ იწერება ყველაფერი გენეტიკური ინფორმაციიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი. და ნეირონები ადგენას ექვემდებარება. დაახლოებით დღეში, რომ იცოდეთ, დაახლოებით 700-მდე ნეირონის დაბადება ხდება, გენერირება, როცა ჩვენ ნორმალურად ვიკვებებით, ხო? და გავამრავლოთ ახლა ჩვენ წელიწადზე და დაახლოებით 50 წლის ასაკისთვის 150 მილიონი სადღაც 100 გადის, ხო, რიცხვი ახლა მათემატიკურად შეგიძლიათ გადაიანგარიშოთ, აიღოთ კალკულატორი და ახლავე დამეხმაროთ, ვთქვათ 700 გაამრავლოთ 365-ზე და გაამრავლოთ შემდეგ 50-ზე და რამდენი გამოვა. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია, რომ აი ასე გაჯანსაღებული ახალი ნეირონები მივაწოდოთ და ეს გავაგრძელოთ ეს პროცესი. ჯანმრთელობა ყველას უნდა. ამბობენ, გვინდა ჯანმრთელობა, მაგრამ ან არ დგამენ ნაბიჯს, რატომ რაღაცა უშლის ხელს, რაღაც გადაწყვეტილება, ხო? და რა ბინდავს გონება? რა აკეთებს ამ დაბინდვას ბიოქიმიურად? მოდით ჯერ შევაჩეროთ ბიოქიმიურად, მატერიალურად რა ხდება და არამატერიალურზე თან უნდა გვეტყვის, ანუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ გავავარჯიშოთ ეს ჩვენი გონება, როგორ უნდა არამატერიალური ისინი უნდა მივცეთ საზრდო, კვება ჩვენს ტვინს. ეხლა მოკლედ ჯანმრთელობა კვება აუცილებელია, მაგრამ ვიკვებოთ გონებით ეს ხელოვნებაა. ამას ამბობდა ლაროშ ფუკო, ეს იყო ესეთი მჭერმეტყველი მე-17 საუკუნის. და მე დღევანდელ საუკუნეში კიდევ დავამატებდით, რომ დაბალანსებული და სრულფასოვანი კვება, ეს არის მეცნიერება და ეს არის ნამდვილად ხელოვნება.
ხო? აი ჩვენ მეცნიერულ კვებას გაწოდებთ. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, უყურეთ სად მივდივართ. ტვინის ქსოვილების, ანუ ნერვული ქსოვილის, ნერვული უჯრედების განლევამდე მიდის ადამიანი არასწორი კვების და არასწორი ცხოვრების წესის პირობებში. და რა ხდება? ესე იგი თუ განლეულია ნერვული უჯრედები, მოხდება, ეხლა დავსვათ კითხვა, მოხდება იქ ნერვული გადაცემები, სწორად მოხდება გადაცემა. არა, და ადამიანის კვება ისედაც მოქცეულია ამ ინდუსტრიის და ამ მაღალ, ესე იგი, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის განვითარება, ეს ნიადაგების გამოფიტვა და ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საკვები არასრულფოსოვანი მოგვეწოდება, ხო? და ამ პირობებშიც, როცა ჩვენ ვამძიმებთ, ანუ ჰიპოქსიდ, ანუ არ დავდივართ სუფთა ჰაერზე, უმოძრაო ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მავნე მოხმარება და თუნდაც ნებისმიერ ალკოჰოლი დამანგრეველია ტვინისთვის. წარმოიდგინეთ, ერთი ჭიქა ალკოჰოლი ანადგურებს დაახლოებით 140,000, ერთი ჭიქა 140,000 ნეირონს. ეს არის ჩემი მოგონილი, ეს არ არის, ეს მეცნიერული კვლევებია. და დღეში იბადება დაახლოებით 700 ნეირონი, ანუ 7 ასეული, ხო? აი ამ ფარგლებში 700, 800, 600 და 140,000 ერთ ჭიქაზე განადგურდება. ნუ ალკოჰოლს კიდევ სხვა რა დატვირთვა აქვს, ამას ნელ-ნელა ჩვენ ემპათიის ჯგუფის შეხვედრებზე თან უნდა გვეტყვის, ანუ აქ რა ხდება ენერგეტიკულად, ხო? ალკოჰოლის მიღების დროს. ასევე სიგარეტის მავნე მოხმარება, ნარკოტიკების მავნე მოხმარება, ეს აბინძურებს, არ ხდება, ორგანიზმში ხდება ტოქსინების დაგროვება. მერე წყალს არ ვიღებთ. სუფთა ჰაერზე არ დავდივართ, კომპიუტერზე და თქვა გაჯეტებზე დამოკიდებულება, უმოძრაო ცხოვრების წესი. ეს ყველაფერი ავითარებს ჟანგბადით შიმშილს. ხო? და ბუნებრივია, ახლა თუ ჰაერი არ მიეწოდა, ჟანგბადი არ მიეწოდა, ამ ტვინის მუდმივად ვითარდება ასევე ტვინის უჯრედების დომა თავისთავად, ხო? და ბლაგდება ჩვენი ტვინი. ამიტომ არის ფუნქციური კვების პროდუქტები აუცილებელი, რატომ ვამბობ? დაბალანსებულ კვებას აქვს უდიდეს მნიშვნელობა, რაციონის შემადგენლობას. ჭამის ჭამა და კუჭის ნაყროვანება არ წარმოადგენს კვებას. კვება არის სხვა, ჭამა არის სხვა. ხო? ამიტომ საჭმელი არ არის საკვები. რა არის საჭმელი, რა არის საკვები, რომელია, როგორი ბიორითმით, რა შემადგენლობით უნდა იკვებოს ადამიანმა და რა გამოცდილება უნდა მიიღოს, კვებით ჩვევებზე ლაპარაკობთ, ხო? ჩვევები რამდენიმე ათეული წელი მავნე ჩვევა რო აქვს გამჯდარი და ეს ჩვენ ბორტ კომპიუტერზე ჩაწერილია. როგორ გვინდა ეს თუ არ ამოვწერეთ და ახალი არ ჩავწერეთ, როგორ გვინდა ჩვენ შევცვალოთ კვებითი ჩვევები. ხო? ვერა, თუ ამაზე არ ვიმუშავეთ. და შესაბამისად, ანუ ეს ამას კვება, აი რანაერთები ჭირდება, როგორ უნდა რა ნივთიერებები მივაწოდოთ, რას ნიშნავს სრულფასოვანი დაბალანსებული კვება, რას ნიშნავს ორმაგი ხაფანგი, რას ნიშნავს ტეპლის ეფექტი კვებაში, ხო? და ის დიეტების მავნეზე მოქმედება და დამნაშავეები. ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს მანიპულირება მიდის, პირდაპირ წონის კორექციით მიდის მანიპულირება სივრცეში. ვისაც უნდა მოიზიდოს აუდიტორია, ყველა გახდა ექსპერტი წონის კლებაში, იცის, არ იცის და ყველა შიმშილს პროპაგანდებს და დიეტას პროპაგანდირებს და დამნაშავეები კაცობრიობის წინაშე. ანუ კვდომა მიდის ცალსახად ნერვული უჯრედებს, აი დღეს ეფექტი ექნება, ხვალ აღარ ექნება. ისედაც ის ინფორმაციული რაღაც ბლოკი, რომელიც არის ჩვენ თვიში, ისედაც იმ მარყუში, ანუ გვაბრუნებს, ისედაც იმ გვაგდებს იმ იმაზე, რა ქვია, თუ ჩვენ ეს აი არამატერიალურად არ გამოვასწორეთ, რასაც დამუნდა და პლუს ამას არასწორ კვებას უმატებს ადამიანი. ხო? და არასწორად აბლაგებს ამ ტვინს და აბინძურებს და შიმშილობს და მერე პლუს ამ ტვინში უყურეთ რა იწერება ინფორმაცია. მე ხო ეს დიეტა დავიცავი და ხომ შიმშილობდი და ესეთი ემოციური სტრესი მქონდა და იმიტომ რომ ტვინში მიდის სიგნალი, მშია ენერგია მინდა და მერე ადამიანი ვეღარ აკონტროლებს, პლუს გარემო ფაქტორების სტრესი ისედაც მოქმედებს. 6% ჩვენ ამას ვერ გამოვრიცხავთ. წყლის მიუღებლობა ანუ საშინლად აბინძურებს ორგანიზმს თუ არ მოხდა დეშლაკირება და თუ არ მოხდა გამოძევება ამ შლაკირების ბუნებრივია ტოქსინები თავის საქმეს აკეთებს და აბლაგებს ამ ნეიროგადაცემებს, ხო?
და ბუნებრივია მე მივდივართ სხვა ფუნქციების დარღვევამდე სხვადასხვა ორგანოებს. ვიღაცას სადღაცა აქვს ლაბილობა, მე ორგანიზმი უკვე ტვინი გადაწყვეტს, რომ უი აღარ ყოფილა ეს საშველი და ჩაიქნეს ხელს, ხედავთ რა მამნებლობებს აკეთებენ? ანუ ის ვინც არ კიდევს ისეთ პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც ეს ადამიანია, ეს ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. მოკლედ, რა უნდა დავაკეთოთ ახლა? რა ბინძურებს ხო ეს ყველაფერი და ხო ის ნაჯერი ცხები, ტრანსხიმები, არასწორი კვება და მეუბნები ახლა დედა ვეღარ მოვიქნე და ვჭამე ტორტი. მთელი ცხოვრება კაი ოჯახაშენებულო, მთელი ცხოვრება ამ ტორტებს და ტრანსხიმებს, არასწორ ტორტებს და არასწორ ცხიმებს და არასწორ რაღაცებს ჭამდა გაინადგურე. რა ცერჩი კიდე ამ შენ თავს და რატომ ვერ გადახეს ესა რომ შენ თავს უყარო ამნებელია გმნებს ეს და რატომ ცე განზრახმამნებლობ ახლა რაღაც პროგრამაა ხო აქ ამაზე გვესაუბრება გავათავისუფლოთ აქედან და ჩვენ ეს იწყვების პრობლემებზეა სწორზე ყველა მიცის ხვეწებით ხოლმე ამეთ 5 ჯერ ჭამეთ 6 ჯერ ჭამეთ 4 ჯერ მინიმუმ ჭამეთ არის შიმშილო და არა მანდამაინც უნდა შიმშილო მანდამაინც არ უნდა უჭამო მანდამაინც ივე რუტინა უნდა აკეთოს ადამიანმა, მაგრამ იცოდეთ რომ ერთი და იგივე საქმის კეთება ტვინს არ ავარჯიშებს. მივდივართ სამსახურში ვაკეთებთ რაღაცას, მოვდივართ უკან. მივდივართ სამსახურში რაღაცას ვაკეთებთ, არ ხდება ტვინის გავარჯიშება არანაირ. რაღაცა პატარა დისკომფორტი უნდა შექმნეთ, ხო? ამიტომ ის დროც უნდა მონახოთ დისკომფორტისთვის რომ ჭამოთ. მიირთვათ, ხო? რაღაცა გააკეთოთ, უნდა რაღაცა ახალი სიახლე შეიტანოთ. მოკლედ ეს ისე თქვი და ისე კი არ თქვი, ანუ გასაგონად თქვი და დასამახსოვრებლად და ახლა უფრო სიღრმეებში რა ავარჯიშებს კიდევ თქვი. თავისთავად აუცილებელია შევთანხმდით ამაზე დაბალანსებული სრულფასოვანი კვება ყველა მიკრო და მაკრონუტრიენტები და რა არის ეს ამას კვების აკადემიებზე ვკითხულობთ ჩვენ და 12 საათზე შაბათობით იმართება კვების აკადემიები შემოგძანდით ხვალ ვისაუბრებთ აი ზუსტად ტვინს რა სჭირდება რა ნაერთები სჭირდება იმისთვის რომ ფუნქციონირება მისი ფუნქციონიროს ნორმალურად შემოგძანდით ხვალ ამას გაიგებთ ამ ყოველი ემპათიის ჯგუფის გაგრძელება არის კვების აკადემია სადაც ჩვენ ბიოქიმიურად ვსაუბრობთ ხო და შემოგძანდით დაესწრით ბევრ რამეს გაიგებთ და შეცვლით ამას ყველაფერს ხო და სავარჯიშოებსაც მოგცემთ და კვების მიხედვით და თქვენ ხართ ჯგუფებში და გააზიარეთ ის რაციონი, ამიტომ გეუბნებით, გაზარმაცდებით, გადით ამ კომფორტის ზონიდან. ეს ავარჯიშებს twinსაც და ორგანიზმისთვისაც კარგია, ხო? ნებისმიერი სიახლის კეთება და სიახლის შეტანა. პლუს ძალიან კარგია სუფთა ჰაერზე ყოფნა. ეს ბუნებრივია ჟანგბადით ამარაგებს twins და ეს ცხინის წვაშიც გიწყობთ ხელს და ბუნებრივია twins უჯრედებიც აღდგება. ნერვული უჯრედებია თავისთავად. ენების შესწავლა ნეიროგენეზს ძალიან უწყობს ხელს. ჭადრაკის შაშის თამაში, რაღაცა ხელოვნებიაზე, თქვა რაღაცის დახატვა, მუსიკალური ინსტრუმენტებზე დაკვრა, წიგნების კითხვა ძალიან კარგია. ეხლა კომპიუტერს კი არა, წიგნი ახალგაზრდებს ეხლა რატომღაც გადაეჩვენენ და აიღეთ ის წიგნები ახალგაზრდებო და წაიკითხეთ. ძალიან კარგია. წიგს მოკიდეთ ხელი, ავარჯიშებს twinისთვის არის. ნუ ეხლა კვებაზე ვისაუბრეთ და ხვალ ამ თემაზე გავაგრძელებთ და ესე იგი პირველი კითხვა ხა ჩვენ დაანონსებული ქონდა რომ რა კითხვა უნდა დავუსვათ სამი შეკითხვა ჩვენს თავს იმისთვის რომ მივახციოთ მიზანს და რა ენერგეტიკული ვთქვათ რა არის ეს ენერგეტიკა არამატერიალური საზრდო რასაც თამუნას ეხლა გადავალ თამუნასთან და გვეტყვის და მე ერთ კითხვას ეხლა თუ დავემთხვევი არ ვიცი ჩვენ არ გვისაუბრია ჩემი ნაწილი არ არის მე ერთ კითხვას დავსვამ უბრალოდ რომელიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ და თუ დაემთხვევა ახლა მაინტერესებს თუ იმას რასაც თამუნა გვეტყვის რა არის სამი კითხვა შეიძლება ეს მეოთხე იყოს ან შეიძლება დაემთხვეს ანუ ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი თავისთვის და შევცვალოთ ცხოვრების ხარისხი უკეთესობისკენ. ვკითხოთ ჩვენ თავს.
რას ვაკეთებთ ამისთვის? ანუ ნებისმიერ ასპექტში გნებავთ ბიოქიმიურად, ფიზიკურად, გნებავთ მენტალურად, ხო, ვარჯიში ძალიან, ამაზე ჩვენ ცალკე კვების აკადემიაზეც ვილაპარაკებთ, ვარჯიში აღადგენს კიდევ ნერვულ უჯრედებს, იქ მთელი რიგი პროცესები მიდის და ამას მთლიანად თემა ეძღვნება კვების აკადემიის ვარჯიშის და ფიზიკური აქტივობის როლი. ნუ მოკლედ, აი ეს არის შეკითხვა, ჩვენ ყოველდღიურად გამამხნევებელ ვარჯიშს ვატარებთ და რატომ არ სვამ კითხვა, თქვენი ნება რას გაუკეთებთ თქვენთას, ჩვენი ცხოვრების საკუთარი შემქმნელები ჩვენ ვართ და რას ვაკეთებთ ამისთვის, ეს არის პირველი შეკითხვა. ამით მე ჩემი ასე ვთქვათ ეს ნაწილი დავასრულე და გადავცემ ახლა თამუნას სიტყვას. მადლობ წინას. დიდი მადლობა ნინო. საინტერესო საუბრისთვის გენაცვლე. საღამო მშვიდობის უდიდესი მადლობა ნინო, ძალიან საინტერესო თემა იყო. ეს ახალი ჯგუფია და კიდევ ერთხელ წარმატგენ ჩემს თავს და ძალიან მოკლედ თამუნა შარიქაძე, სერტიფიცირებული კონსულტანტი და აღარ გავაგრძელებ კიდევ სხვა დანაშაულს. ძალიან საინტერესოდ თქვი და აღნიშნე ის ზუსტად, რომ ის სამი კითხვა, რაც მე მინდა დღეს რომ გავაჟღერო ჩვენს ჯგუფში, რათა ყოველ პარასკევს ჩვენ გვექნება ინტერაქცია და ძალიან საინტერესო ინტერაქცია, მხოლოდ ერთი მხრივ რომ არ გამოვიდეს ჩემი მხრიდან მარტო საუბარი, კარგი იქნება ხოლმე რომ ორმხრივი ესეთი დავალებების სამსახისაც იყოს ძალიან მსუბუქი და ყოველ პარასკევს ჩართვის შემდეგ ჯერ რა გავაკეთეთ, წინა ჩართვიდან რა მივიღეთ, რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის და შემდეგ უკვე რაღაცა ახალი დავალების სამსახით გავაკეთოთ კიდევ უკვე შემდეგი. დღევანდელი ძალიან მსუბუქი ტექნიკა, რაც მინდა ვთქვა და გავაჟღერო, ეს არის სამი კითხვა საკუთარ თავს და ნინომ სწორად აღნიშნა, ძალიან კარგად აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენს ცხოვრებას იმისი გააზრება და ნებელობა, რა გვინდა ზუსტად ცხოვრებაში, რა გვინდა და პირველი კითხვა მოიცავს ამას, რა მინდა. ძალიან ხშირია ხოლმე სხვებს ვეკითხებით და ყოველთვის სხვისი აზრიდან გამომდინარე, სხვისი სურვილებიდან გამომდინარე გვიწევს ცხოვრება. ყოველთვის დამოკიდებული ვართ აი სხვას რა უნდა. მშობელს რა უნდა, შვილს რა უნდა, ჩვენს ირგვლივ და ჩვენს საკუთარ თავს ძალიან იშვიათად ვეკითხებით. ჩვენ რა გვინდა? პირველი კითხვა არის ეს, ეხება ამას, რა მინდა? ჩამოწერეთ თქვენი რეალური რა გინდათ. და ეს თემა განვიხილოთ, შემდეგ განვარცხოთ შემდეგ პირველი. მეორე კითხვა იქნება ეს, რისთვის მინდა ის, რაც მინდა? ანუ რატომ მინდა? ძალიან საინტერესოა ჩაუღმავდეთ ჩვენს თავს და გავიგოთ ჩვენი ქვეცნობიერისგან, რატომ გვინდა კონკრეტულად ის, რაც მინდა. და მესამე კითხვა, როგორ მივახციო იმას, რაც მინდა? ამ კითხვას რომ გასცემთ პასუხს, ყველაზე მცირე 3-5 ნაბიჯი მაინც დაწერეთ. როგორ ფიქრობთ თქვენ? როგორ უნდა მიახციო ამ? რა შინაგანი სარესურსო ძალა გაქვთ? ან რა გჭირდებათ იმისათვის და როგორ უნდა მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ? აი ეს არის ის სამი ძირითადი კითხვები და შემდეგი ჩართვისთვის განვიხილოთ თითოეული თქვენგანაც აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან საინტერესო. ანუ მხოლოდ ერთი ქვეშეკითხვაა, ხო, როგორ მივახციოთ ამ? თამუნა, ცოტა ხმამაღლა რომ ისაუბრო, ლია წერს რომ არ მესმისო. კი ბატონო. თამუნა ჩვენთან არ ჩანს, ადრე გაშიშებულია. მხოლოდ მხოლოდ. რა ვიცი, ჩემთან არის ჩართული. ცოტა ისმოდა და თავიდან რო გავიმეორებ. ხო, სამ კითხვას გავიმეორებ. პირველი, რა მინდა? მეორე, რატომ მინდა? და მეორე კითხვას ეხება ესეც, რისთვის მინდა ის, რაც მინდა? და მესამე კითხვა, როგორ მივახციო იმას, რაც მინდა? გაეცით პასუხები და შემდეგი ჩართვისთვის გავარჩიოთ, განვიხილოთ აუცილებლად და ბოლო კითხვის შემდეგ 3-5 ნაბიჯი უნდა ჩამოწეროთ აუცილებლად.
როგორ მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ. აი ეს არის ძალიან მოკლე დღევანდელი ჩვენი ჩართვა, ძალიან მსუბუქი ტექნიკაა და იმედია რომ ყველა ძალიან კარგად გააკეთებთ. მთავარია ჩვენთვის გააზრებულობა და მთავარია ფსიქოკონსულტირებაში, კოუჩინგში, მთავარია რომ მოვიდეთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან, ჩვენ სურვილებთან და ჩვენი ნებელობა ამოვწიოთ წინ, რაც გვინდა რეალურად, ყველამ ვიცით შესანიშნავად, გადასარევად ვიცით რა გვინდა. ყველამ ვიცით. მაგრამ აი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი რომ მივიდეთ მიზნამდე და მივიდეთ აი ძალიან მოკლე და ეფექტური გზებით, აი ამაში გვეხმარება ჩვენ კოუჩინგი და ფსიქოლოგია. აბა წარმატებები ყველას. ის მეოთხე დაახლოებით აი მესამეს გაგრძელება იქნება რაც ვთქვი, რას ვაკეთებთ იმისთვის ხო რომ მივიდეთ მიზნამდე. თითქმის დაიწყოთ ხო? როგორ მივახციოთ იგივეა. რომ შენ ის არის უსოდება რა მაქვს რომ გავაკეთო ეს, ან რა მჭირდება იმისათვის რომ მიაღწიო იმას რაც გინდა, კი? ბატონო. აბა დროებით. შეკითხვები არ გაგვეთიშო ისა შეკითხვები თუ გაქვთ და გოგოებო და შემოდით კომუნიკაცია თუ გეჩქარებათ ამნა მაშინ ესა. არა. ეხლა არ მეჩქარება, უბრალოდ ეხლა თუ არის ამ ეტაპზე შეკითხვა, კი ბატონო, კი? ზოგადად რა მინდა თუ ჩემი ჯანმრთელობის და აი ამ ყვებასთან დაკავშირებით კონკრეტულად ამ თემაზე. კი, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ცხოვრებაში რა არის, ხო? ამ ეტაპზე ამ ჯგუფში რომ ხართ, იმიტომ ხართ ამ ჯგუფში, რომ თქვენ ჯანსაღის სწორი კვებით იკვებოთ და ხა ეს მინდა რომ ამას მივახციო. რა თქმა უნდა, თქვენთვის ხო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, ხო მნიშვნელოვანია სწორი კვება. ამიტომ აი კონკრეტული საკითხი აიღეთ ყველამ, ვისთვის ვიკითხე, ანუ კონკრეტული საკითხი. ერთი კონკრეტული მიზანი და საკითხი და აი იქიდან გამომდინარე გააკეთეთ უკვე შემდეგ ამას. მადლობა. აი რა მინდა. გოგონებო. ეხლა არ იქნება კითხვები, ნებისმიერ დროს შეიძლება ჯგუფში მოიწეროთ, ან მონიშნოთ ჩემი სახელი, ამ თქვათ გავგზავნოთ ნინოს კითხვები და მე უპასუხოს არ დავტოვებ შემდეგი ჩართვისთვის არც ერთ კითხვას. ის ვინც ვერ შეძლებს შემოსვლას, იმ კითხვებზეც გავცემ პასუხს აუცილებლად. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რახან აქ ხართ. ჩვენთან ერთად. ანუ ამ მიზნისკენ რადგან მივდივართ, ჩვენ ამას დამუშავებულად გეუბნებით. იკვებეთ გემრიელად, სრულფასოვნად, ხო? ჩვენ გვინდა რეალური შედეგები და რეალური ქმედებები. დიახ. და ლიაწერს გთხოვთო ეს შეკითხვები, კი, დავდებთ, კი, რა თქმა უნდა. თამო შეგიძლია ხო ეს სამი შეკითხვა დაწერო? აუცილებლად, კი. ხო. კარგი. კიდევ? ველოდებით. არასკებს ყველას, უფრო მეტ ადამიანს ინტერაქციულად ეს იქნება რაღაცა კითხვა-პასუხი და თქვენი აზრების გაზიარებაც, რომ თავარია, რომ ჩვენ თავარია გავიდეთ შედეგს. ყველა. ამისთვის აუცილებელია ჩართულობა. აი ეს. როგორ მივახციოთ ეს შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ აი შევინარჩუნოთ ეს სტაბილური რო იყოს ჩვენი ჩერჩი. ეგ სავარჯიშოები, წინა ჩანაწერებიც ხო გაქვთ? წინა ჩანაწერებსაც გადახედეთ და ის სავარჯიშოები ყველაფერი გააკეთეთ. ანუ ეგ არის, რას ვაკეთებთ ამისთვის? ანუ საკუთარ თავზე მუშაობა არის მუდმივი პროცესი, მუდმივი. არ გეკონოთ რომ დღეს გავაკეთე, აი ესე იციან ხოლმე, იცით? არ არის აუცილებელი თქვენ ამ პერიოდში უნდა ისწავლოთ ჯანსაღი კვებითი ჩვევები გამოიმუშავოთ, ხო? და თუ ისევ არასწორად დაიწყეთ, თუ ნახევარი ბურვაკი ჭამე ერთ ჭამაზე, 7 ლობიანი დღეში, ბუნებრივია მოიმატებ. იცით რა მეკითხებიან, არ შეიძლება ის არასწორი. კი, როგორ არ შეიძლება? განა გეუბნებით, რომ თქვენ ორგანიზმი უნდა დასტრესოთ და რაღაც არ ისეთ, მაგრამ ეს იმდენად იშვიათი უნდა იყოს, აი ხალხში მოგდანდით და ორმაგ ხაფანგზე ვისაუბრებთ. იშვიათი უნდა იყოს, რომ ამან გავლენა არ მოახდენოს ნივთიერებათა ცვლას. აქ ლაპარაკი არის ეს მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა, რომ ისევ აირება.
ამაზე არ უნდა არიოთ, თორე რამდენიმე დღე და რამდენიმე თვეც ორგანიზმი მართავს თავის თავს, მაგრამ უყურეთ, რამდენიმე თვე ეს გაგრძელდა, ის რაღაც არასწორი ისევ ჩაიწერება. რატომ ხდება ეს, რომ როცა რაღაცის გაუმჯობესება გვინდა, ეს ძნელია და როცა რაღაცა ისა გაფუჭება ხდება, ეს მარტივია. იმიტომ რომ გაფუჭებას არაფრის კეთება არ სჭირდება. საკუთარ თავზე მუშაობა არ სჭირდება. მუშაობა საერთოდ არ ჭირდება. რა მუშაობა ჭირდება? ახლა მაგალითად არასწორ კვებას, გადადგამ ნაბიჯს და სახაჭაპურეების და ცომეულის მეტი რა არის? შეხვალ მაღაზიაში და ჭრაჭუნა ქაღალდებში შეფუთული კონსერვანტების და იმის მეტი რა არის და ხო და არასწორი სასმელებს. არ ჭირდება ამას მუშაობა დაინახე, მოკიდე ხელი დალიე და ჯანსაღკვებას მუშაობა ჭირდება. უნდა მოამზადო წინა დღეს იფიქრო, მეორე დღეს რა ჭამო, იშრომო, გააკეთო, მაგრამ ეს ხო შენ twinსაც ავარჯიშებ და შენ ახალ რაღაცას ქმნის. ხო? ხედავთ რა მარტივია. დანგრევა ძალიან მარტივია. შენებას უნდა შრომ. რაღაცა რო გადალახო, ამიტომ წინააღმდეგობა უნდა გადაქვს, სადღაც რო ახვიდეთ, რომ ვიღაც მაინც გაივლის ამ გზას ნებისმიერ საკითხში. დრო გადის. ხო? და მე ფიქრობ ხოლმე რო ამ დროში რამდენი რამის გაკეთება. ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. ეს შეხვედრები პირველ რიგში ჩვენთვის არის კარგი. ჩვენთვის რო ეს ისევ იმ გზაზე არ დაუბრუნდე. ერთი და იგივე შეცდომებზე არ ვიარ. ეს არის, მაგრამ მე უკვე ეს ჩვევები ასე თუ ისე დავხვეწე. მართლა ვამბობ. ანუ ამიტომ გასწავლით თქვენ რა შეარჩიოთ საკვების ტკბილს კი ვინგიშლით. მაგრამ ზომიერების შეგრძნება მანდამაინც 300 გრამი ისა ერთი მასში როა შეფუთვაში ბამბანერკას რო ვეძახით, ხო არ უნდა ჭამო ერთ ჭამას. ხო, არის ეს კვებითი ქცევების დარღვევა და ამ კვებითი ჩვევების დარღვევა უკვე ფსიქიკას უკავშირდება და ამას აკეთებს ზუსტად ის დიეტების მესვეურები, ამას ამწვავებენ. ეუბნებიან, არაფერი არ გინდა, არაფერი. ან იშიმშილე, ან რაღაცა გააკეთე, ან რაღაცა საშინელებებს, აი ეს რაღაც კოქტეილი მოამზადეო, მოიცადე რაღაც ყავა, ლიმონი, თაფლი და დალი, ან მაწონი ჭამე მარტო, ან კეფირი დალიე, მე ასე ვაკეთებ. რო აკეთებდი, რა დამართე შენ ორგანიზმს, რატო არ კითხულობ და მე პროპაგანდირებ ამას კიდე, ვინ მოგცა ამისი, ან ისწავლე ამის შესახებ, იცი რამე ბიოქიმიაში, გაიგე რაღაცა რა ხდება ორგანიზმში თუ ვინ რას პროპაგანდირებ. ნინო, ეხლა რაღაც ნემსები რო შემოვიდა. ეს ცალკე თემა, ამაზე მაკა ჩაწერს და ჯერ პუბლიკაციასაც დაგვიწერს და ერთი მაკა ის რაც გაქვს ჩაწერილი, გააზიარა ჩატებში ის ვიდეო და ახლა კიდე საერთოდ მხედველებას, აი რაღაც ახალი კვლევა ამაკა მოიძია, მხედველობა, მე აბრმავებს კიდეც ორგანიზმი იმას. აზიმაკი? ის ოზემპიკის ნემსი არა. ხო. მაგიხო დიაბეტის დაავადებულები. ხო, მაგრამ ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმს, აი ძალიან ცუდად, იმიტომ რომ ძალიან ცუდი შედეგები მიიღეს და კვლევებიც დაიდო. ინგლისელი მეცნიერების კვლევები და იმისი ისიც გვაქვს ლინკი ისე უბრალოდ ნათქვამი არ არის, რომ თვალში მიმავალი სისხლძარღვების გადაკეტვას ახდენს და აბრმავებს ადამიანებს და მაგასაც გარდა იმისა, რომ საოცრება არა, როცა ჩვენ შაქრიანი დიაბეტი, როცა აგერ მაგალითები მაქვს შაქრიანი დიაბეტი, როგორ წესრიგდება, მეორე ტიპი ხო საერთოდ სრულად წესრიგდება. და კვებით, თან გეუბნებით, რომ ეს კვება ისედაც აჯანსაღებს და მიდის ადამიანი და აი ამ საშინელებას აკეთებს. იმ მოტივით აი იმართლებს თან თავს, ახლა რაციონალური აზროვნება აკეთებინებს ამას და ამ საშინელებას მიმართავს. ეს ერთი და მეორე კიდე მიდის და ორგანოს იჭრის. ეს კიდევ მეორე ნონსენსი საერთოდ. ანუ ორგანოს კარგავს და მე ან გამოდის რეაბილიტაციას აკეთებს ან არა და მე თუ 32 კილო მაქვს დაკლებული, 31 დღესდღეობით მაქვს დაკლებული შუახნის ასაკი ქვია და შეხედავთ თქვენ რომ არაფერი ნაოჭი არა მაქვს მე ისეთი რაც არაასაკობრივი არ არის და იქ მე იმასავით აკორდეონივით უხდებათ კანი, იმიტომ რომ დეფიციტი მიდის საშენი მასალის, როცა საკვებს და პლუს ინვალიდი ხდება, მე შემიძლია ვჭამო. ფიზიოლოგიური რაოდენობა მივიღო და ვიღებ კიდეც. 300, 400, 500 გრამი რაც არის ფიზიოლოგიური რაოდენობა, ვიღებ საკენკებს კი არ ვიღებ და კი არ ვაშიმშილებ ორგანიზმს, ვაწავდებ ამას ყველაფერს.
და ცალკე ფსიქოლოგიური სტრესი ხდება კიდე გინდა და უკვე გეწყება მე ღებინება, გეწყება მე რეფლუქსები, ну რაღაცა იქ რეფლუქსი აზიანებს საკლაპავს. რაღაცა საშინელებებს მართავენ. მე გარეგნულ იესახეზე ხო აღარა მაკლაპარაკი და რაც გარეგნულად ხდება, ის იგივე ხდება შინაგან ორგანოებზე. ანუ იმას თვალით ხედავ და იმას არ ხედავ. და მთელი რიგი პროცესები ირღვევა. აი ეს მოდის აი აქედან, აქ ირღვევა და ადამიანს არ უნდა საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ ზარმაცია. ზარმაცია ზოგადად ანუ რაღაცის გამოტვიმა გადაწყვიტა რომ ის მისთვის სასარგებლოა და არ უნდა შეცვლა. და რომ შევიცვალოთ, უნდა ვიმუშაოთ, ვიშრომ. და აი ეს არის, ამიტომ გვაქვს ჩვენას ამდენ შრომას ვდებთ, ამდენ რაღაცას ღმერთმა ყველა სიკეთეში მოახმაროს ნამდვილად. თავარია, შეგიძლიათ გადასცეთ ახლობლებს, გადასცეთ და უთხრათ. ჩვენ ხო ამას ღია გვაქვს და იმდენად ხელმისაწვდომია და იმდენად ხელმისაწვდომი გავხადეთ ეს ხალხისთვის, ვერ გაიძულებთ, შესაძლებლობებს გაცნობთ. თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ ეს შესაძლებლობები და ადამიანმა თვითონ გადაწყვეტოს რა უნდა და როგორ იცხოვს. ნამდვილად გადააყოლოს თავისი ჯანმრთელობა და ენერგია და განწყობილება, რომელიც არაფერს არ გაძლევს. თუ იმუშაოს საკუთარ თავზე. აი ეს არის. შეკითხვები თუ გაქვთ. ამომწურავი იყო აბსოლუტურად. თამუნას კითხვების და თქვენიც შეკითხვა. 12 საათზე თუ გაინტერესებთ რა ნაერთები მივაწოდოთ. ტვინს მოგძანდით. იგივე იგივე გამოვაცხადეთ კიდეც. მაგადა დერაკ ცხოვოზან ოზემპიქზე თუ რამე სტადია. ხო, იმას გამოვაცხადებ და ისე თვითონ ვიდეოს ჩავაგდებ ჩატში და ხვალისთვის მოვამზადებ იმ ახალ კვლევას. დიდი მადლობა. დიდი წარმატებები ყველას, წარმატებები. დიდი მადლობა. ნინო, მაკა, უღრმესი მადლობა. სხვა გოგოები არ დაგვენახეთ ეს რატომღაც. კარგით, გაგემშვიდობებით. მადლობა, გოგონებო, უღრმესი მადლობა. წარმატებები. ყველას